გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა ბედნიერება და კარგი განწყობა. ეხლა კარგი იყო რომ გადამეღო ის მომენტი, რაც ეხლა მომიხდა, მაგრამ ისეც ხელა და იმდენი ხალხი მიყურებდა, ამიტომ ჯობია ცოტა როგორ ვთქვათ, წარსული აწმუნთი ახსნათ რა. შეიძლება და გვარად ეხლა ჩვენ ხო ამდენს ლაპარაკობთ პოლიტიკაზე, ამაზე და მოდი ეხლა ცოტა მძღოლურ ამბავზეც ვილაპარაკოთ. ესე იგი მე ვიმყოფები რატომაც არ გადავიღე მათი. It's okay? Oh, okay, thank you. ესე იგი საინტერესო კი იყო, მაგრამ რატომაც სხვა რაღაცებზე ფიქრობდი და აი ლას-ვეგასი ჩვენ ხო წარმოგვიდგენია ეს კაზინოები, მაღალი შენობები, თელი ამბები რა, როგორც ლას-ვეგასი წარმოგვიდგენია, მაგრამ არის სხვა ლას-ვეგასიც. საწარმოო ლას-ვეგასი, სადაც უბრალო ადამიანები ცხოვრობენ. აი ამ ქვიშიან იმაში, ნევადაში, ხა ნევადა ჩვენ ბევრჯერ გვაქვს ნანახი და ესე უბრალო სახლებში ცხოვრობენ. ამეთ ძვირი ნამდვილად არ არის, თუ თქვენ გახსოვთ მე დღესაც ტაქსის რო ვილაპარაკებდი სან-ფრანცისკოში დაბადებულ ამერიკას, რატო წამოხვედი მეთქი ახლა უბრალოდ იაფი აქ ცხოვრება. იაფი ნამდვილად არის სხვა შტატებთან შედარებით, მაგრამ სიცხე და ეს ნამდვილად აი ფიქრობ რომ რაღაცნაირად შევეჩვიო მამა. მაგრამ ერთი კი ვიცი რომ ქუდი აუცილებლად უნდა დაიხურო, თორე ისეთი მზე არის პატარა 5-10 წუთსაც რო გაიარო, აუცილებლად მზეს მოგაწვება და შეგაწუხებს რა. ნუ ერთ სიტყვით დამტვირთვეს რაღაც აი უпроსტორეთ აი ელექტრომავთულების wireless-ი არო მავთულების რაღაცა იყო, ნუ მაგას მე მივად და ჯერ მოდი ჩემს სათქმელი გითხრათ აი ესეთ რაღაცეები რა. ნუ ელექტრიკები, რომლებიც ემსახურებიან სხვადასხვა ობიექტებს. ნუ ამაზე გეტყვით. ხო და მოვედი ახლა ამ შენობასთან და ხედავ რომ დასაყენებელი ადგილი არ არის. ნუ თავისთავად ახლა მე გადმოვედი ჩემი კარგო იქ დავაყენე და გადმოვედი ასე ფეხით, შევედი ოფისში, გამოვიდა ერთი კაცი, მუშა. ხო, მეთქი ხო ზუსტად ვარ მოსული მისამართზე მეთქი და კიო და მაშინ მეთქი ხო როგორ მოვაყენო მეთქი დასაყენებელი არის მეთქი და არ ვიციო ძოლებიო კი მოდიან უკანასვრით, მაგრამ გულახდიად გითხრათ არ ვიციო. ჩემი გადასაწყვეტი იყო მეთქი იქ რო წავიდე საერთოდ როგორ არის ხო მარჯვენა მხრიდან ყოველთვის უფრო ადვილია მოსვლა. აქ ორი ვარიანტი ქონდა. ან ასე პიტაპი წავსულიყავი, აი ესე ტრაილერით მისულიყავი და მარჯვენა მხრით ასე შემოსულიყავი, მაგრამ ნახეთ იქ ეხლა მოვიდა ეს ხოლმე ის მანქანა დაქოქა და ვერ შემოვიდოდი, უბრალოდ ვერ დავეტეოდი რა. როგორ უნდა შემოვიდე. ერთადერთი გზა იყო რომ აი ესე წავსულიყავი იქით, აი ხა ეს ტრაილერი რომ მოდის, იქ სადღაც მომეტრიალებინა და მე აი ესე მოსულიყავი აქ და მე აი ესე უკანასვრით ასე წამოსულიყავი და შევსულიყავი. მაგრამ არ მომეწონა, იმიტომ რომ აი ეს ხედა აქაც აი ვიწრო დიდია რა ფაქტიურად. შეიძლება გამერისკა, შეიძლება გამებედა, მაგრამ თავი შევიკავი და ამასობაში მე გადავხედე აქაურ სიტუაციას და ხედა, აი ესეთი ვარიანტი გამოვნახე. აი ცენტრალურ გზიდან, აი ესე უნდა გადმოხიდე ამ აქია, ამ ქვიშიან თუ ხრეშიან გზაზე, რომელიც ხედა და აი ესე წრე უნდა დამერწყა და აი ქონა შემძვრალიყავი და ასე გამოსულიყავ. მე გავთვალე ეს ყველაფერი, მაგრამ აქ მეორე მომენტია, საერთოდ საბურავები აი ესეთ ადგილებში უნდა მოერიდო რა, ასეთ ადგილებში სიაროს, იმიტომ რომ შეიძლება გახრიტოს, გამოხრიტოს, მაგრამ ნუ აქაც უკვე შენზეა დამოკიდებული. თან შევამჩნიე რომ მანქანები ნაკვალები დადიან აქ მანქანები და ნუ რაც არა ეგ არის. ან აი ესე უნდა მოსულიყავენ, ან აი ესე უნდა გამოსულიყო და მასეც გავაკეთე ასე წამოვედი, ამოვედი აი ესე. ეს რო გადამეღო კარგი იყო, მაგრამ ნუ რატომღაც იქიდან ხალხი მიყურებდა და ეხლა ეცემ გონი მეძახის ხო, აი ესე შემოვედი. აი ეს ხო შევამჩნიე რომ ეს ამათ შორის ადგილი თავისუფალი იყო. ჩემი კარგოთი ცხვირით შემოვედი და აქაც
თუმცა მძღოლური ამბავია, აქ უცბად მოტეხო არ შეიძლება, რომ მოტეხო აი მას დაეჯახები და აი ესე ცხვირით გავწია ჩემი კარგო და აი ესე მოვატრიალე და მერე წინ უკან და მერე გავედი ასე იქამდე და მერე უკანასვლით წამოვედი და დავაყენე ჩვენი კარგო. წეგანას რო თქვი ელექტრიკები არიან მეთქი. ეტყობა. აი ჩვენთან სოფლებში რო იყვნენ ხოლმე ხო ელექტრიკები რო დადიოდნენ მასალები რო ჭირდებოდათ აი ესეთი ორგანიზაცია ეტყობა და Pacific Network Solution. აი ახლა ამას ჩვენ იმას გადმოწვირთავენ. ერთი კაცია თუ You are single? Okay, მოდი ამას დავეხმარები. Okay, I will help you. ეს საწყალი ახლა სანამ ისა მოდი ამას დავეხმარები. Okay. მარტო ვარ საწყალი და მე კი არ მეკუთვნის, მაგრამ ამ სიცხეში უბრალოდ სხვა რაღაცას გადაღება მინდოდა და მომიწია მარტო ვარ ამ საწყალმა მითხრა და მომიწევ დახმარება, ამას მაინც მიუგორებ. ავთულები დესინია და იან მეზარება, მაგრამ რო ცხელა, მაგრამ ესო ამას მარტო გაეკეთებინა დიდი ხანი მოუნდებოდა. ამას არ მოკიდებდა ხელს, მაგრამ ეს ხელით რო ეს ეხა შემიძლია დავხმარებოდი, არ დავხმარებოდი, მაგრამ აბა დავანებოთ თავში. ცხელა, ეს ხელით ეწევა, ახლა ხო განიანი ბიჭია. ეს იბრიცება ესა და კარგად მაგამოვა. მოიჭა. მე კი მაჯობ. No hat. აი ამბირი ვამცხელა, ხედავ ამ სიმაში. აი მე კი დამცხადა. გავა არა უშავე. ოჯახი ბიჭი ეიცის და ნალბათ ახლა გახსოვთ ერთხელ რომ ვიმუშავე სიცხეში და მე ცუდად რო გავხდი, ახლა არ დამემართოს ესა. ამიტომ ამბიც არ ეწყინება და დავტოვებ და თვითონ გააკეთოს თავისი საქმე. არ ამცხელაო. ნუ ერთ სიტყვით მეგობრებო, მოდი გავალ ახლა მე მანქანით ძალიან დამცხა. შევალ ახლა მეტყობა. გაჩვენებთ უცბად. აი ესეთი პატარა საამქრო აქვს. მეტყობა რაღაც სხვადასხვა ნაწილები, ელექტრომონტიორებს რო ჭირდება და მე გამოძახებაზე დადიან. ეს აქეთ ერთი ესაწყობია და იქით არის კიდო სხვა საწყობი და ამ საწყობს მარტო ერთი მუშაობთ. არის კიდო ეს სასაწყობო მეურნეობა. ნუ ხელოსნების ის არის რა, მით ელექტრომონტაჟებს რო ეძახდით ხოლმე ჩვენ სოფლებში. აქ ცოტა სიგრილია, მაგრამ ზოგადად მაინც მაგრა ცხელა. ალბათ რას ქვია ამას? დენი რო ნაწილდება შკაფებს, ქართულად როგორ არის შკაფები და ამის და მაგვარი. სპილენძის მავთულები და მთელი ამბებია. ნუ ელექტრომონტიორების საწყობში ვართ. ეხლა მეგობრებო, არის ძალიან დამცხარგოსთან თუ გავდიდეთ რომ ძალიან ცხელა. ეს ბიჭი ალაგებს თვითონ. გამოვიდე თორე ძალიან კი მინდოდა დახმარება, მაგრამ არ გონდა გავგრიდე. აი, ნახეთ აი. ჩავთვალ კონდიციონერს, ამას მომედა. ეხლა არ ვიცი მეგობრებო, თქვენ ამას ჩემ როგორ ჩამიტვრით, ის ბიჭი მივატოვე მარტო, მაგრამ ეხლა იურიდიულად და 10 კაციდან ამერიკელი მეტყვის ჩემი საქმე არის და როგორც უნდა იმან გადატვირთოს და ეხლა მე ვითომ ჩემებურად რა ქვია მოვინდომე დავხმარებოდი, მაგრამ ამ სიცხისგან გამომდინარე თავი შევიკავე. გახსოვთ არა წეღანაც რო თქვი ადრე რო ტვითავდი, გახსოვთ ის რო გავიწუძე წლის სუდად რო გავხდი კინაღა და მე კენჭების გავლა რომ მომივიდა. თან ბიჭმა თქვა არ ამსხელავი, არა და რა თბილად აცვია. ამიტომ არ ამგონია რომ მორალურად სუდად მოვიქეცი და მივატოვე ის
მომუშავე ბიჭი. მაინც კაცო ხუკი აცვია და როგორ გუშაობს ამ სიცხეში. არ ვიცი, ამჟამად პრიორიტეტ ჩემ თავს მივცემ. ეხლა საერთოდ რა თქმა უნდა, ეხლა კაი ამიდი რო ყოფილიყო და გრილი ამიდი რო ყოფილიყო, რაზეა ლაპარაკი დავეხმარებოდი, მაგრამ აი როგორ არის ცხოვრებაშიც მასე არ არის, უნდა იცოდე როდის რანაირად. ეხლა დღეს ჩემ ბიჭს ველაპარაკებოდი, მაგის ხო ბიზნესი აქვს ეხლა თბილისში, ძალიან ბევრ შრომობს და მეუთხარი, კი, შრომა ძალიან კარგია და რაღაც ნიუანსებზე ვილაპარაკეთ. ბიჭი მეუნება არ მინდაო, რომ შენი შეცდომები მომივიდესო. და დილიდან საღამომდე ყველაფერს აკეთებს იმ თამის საქმეში და ფაქტობრივად ისე მუშაობს, რომ არა აქვს. იქ წასვლა, აქ წამოსვლა, დაბადების დღეებზე იმას არ უნდა. ეხლა ეს ხო იღლება და ეხლა მე როგორც მშობელი ამას ნერვიულობ და ვეუბნები მეთქი გიორგი, ასე მუშაობა. აი იქ გამყიდველი თავი ხასიათი, იქ ასეთი ხასიათია, ისა ესა. კი. მე ვუთხარი მეთქი ბიზნესი ასეა, შენ ხო არა ხარ მარტო ასე. ყველა ხალხს, ყველა ადამიანს აქვს თავის ხასიათი, მაგრამ შენ ისე უნდა მოახერხო, რომ შენ შედეგზე გახვიდე. ეხლა კი არა რომ იქ ვთქვათ შენ მართალი ხარ, აი მე მართალი ვარ და რატო აკეთებენ ამას, რატო იკეთებენ ამას. გასაგებია, კარგია რომ ყველაფერი კარგად იყოს, მაგრამ შენ როგორც ბიზნესმენი და როგორც ვთქვათ მწარმოებელი ისე უნდა გააკეთო, რომ ამ ცუდ რაღაცებს იმ მუშაობის პროცესში რაც ხდება, ხო? იმასაც გავუმკლავდე და შენ შედეგზეც გახვიდე, იმიტომ შენ თუ მე არა, მე ვშრომობ და მე თვითონ ვაკეთებ ყველაფერს. კი, შენ თვითონ აკეთებ ყველაფერს, მაგრამ რის ხარჯზე შენ თუ ცუდად გახდი და ავადდი და უბრალოდ ვერ გაიხარი იმ შენი შრომით და იმ შენი შემოსავალით. მაშინ რა არის? რისთვის შრომა იმის გურისთვის, შრომა შრომის გურისთვის და წლები და გავა გარკვეული დროებით და მე ვიფიქრე რა არის ესა. იმიტომ რომ უბრალოდ ცოტა გაჩერებული ყავი და ცოტა დაფიქრებული ყავი. კი, ძალიან ბევრი მართო და ცუდი რაღაცები ხდება, მაგრამ ჩვენ გონება რისთვის აღარ. ეხლა რატო წამოვიწყე ეს საუბარი? აი ეხლა აქაც რა, ეხლა მე ვიცი რომ ეხლა ბევრი დავეხმარო ამას. ვთქვათ, ეხლა ეს თუ მოუნდება 1 საათის გადმოტვირთვა, ჩვენ გადმოტვირთვათ 15 წუთში და გასაგებია და მე მოვასწრებ სხვა თვითის აღებას და იქიდან გამომდინარე კარგია, მაგრამ რომ ხედავ რომ ამ ხელა ოფლი გამომდის, სიცხეა, ის არის ესა. კი, განა ვერ გავაკეთებ და ვერ გაუძლებ იმ სიცხეს, მაგრამ რატო ეხლა გაუფრინდება და მე რა მოყვება ცოტა ამ შრომასაც და ამ წვალებასაც ხო უნდა გქონდეს ფასი. შეიძლება თქვას რომ აი ზამაგერად უფრო მეტ ფულს გააკეთებ, მაგრამ უნდა განსაზღვრო ის მერე 5, 6, 7 წლის შემდეგ ის ფული თქვა დღეს თუ გიხარია, მერე როგორ დაგიბრუნდება. ესეც ხო დასაფიქრებელია. ყველაზე გავრცელებულია ჯანმრთელობის სახით, ნერვოზის სახით, მერე ხო იცი ადამიანი ასაკში რო შედის, აი მერე ის გულითის ვიწვალე და სინანულის სახით. ამიტომ უნდა პრიორიტეტები დავაყენო და რაღაც ანალიზი გააკეთო, სანამ რაღაცა დაიწყო. გინდა არ გინდა, მაინც უნდა გააკეთო ანალიზი და მეც ახლა ჩემი ანალიზიდან გამომდინარე ესეთი გადაწყვეტილება მივიღე, მოურიდებოდი იმ დახმარებას და გასიზა. დაველოდები სანამ გადმოტვირთავე. სიტყვა მოიტანა და ერთი რაღაცა მინდა ჩემო მეგობრებო გითხრა, ჩემო მაყურებლებო. კაი ჩვენი მაყურებელი დამიკავშირდა და ასეთ რაღაცას მეუბნება, აი მე შენ ადრეს გითხარიო და აი მოდი ახლა აი იცი როგორ აქვს თქვა. ეხლა ჩვენ ვიდეოს ხო ვიღებთ და აცი ჩვენ როგორ ვიდეოს გადავიღებთ, რაღაცა საკითხი რო გამოჩნდება, რაღაცა თემაზე რო ვილაპარაკებთ, მერე ბოლოს გამოსავალსაც ვიტყვით. ჩვენი ეს ნალაპარაკები და ეს ნაფიქრი თუ გაზიარებული, თქვა რაღაც არის გაფუჭებული სიტყვაზე, გადასატანია ეს, რა ქვია, რაღაცა დანადგარი. და პრობლემა გაქვს, ვერ გადაგაკ, ხო? და ფიქრობ ეხლა იქიდან მიუდგე, ორი კაცი მოიყვანო, მანქანა მოიყვანო, ის მოიყვანო და ფიქრობ, მერე ფიქრობ, ანალიზ გააკეთებ, იმას გააკეთებ და მერე ბოლოს საკითხი დგება, ეს უნდა გადაიტანო. და მერე ბოლოს უკვე გამოსავალს ნახავ, როგორ უნდა გადაიტანო. ესე იგი უნდა მოიყვანო რაღაც მანქანა დააბა და გაიყვანო. ეხლა რატომ მოვიტანე ეს მაგალითი? ჩვენ ვიდეოებიდან გამომდინარე პრობლემებს ვიტყვით, რაღაცა თემებს ვიტყვით და მერე ამას
გადაჭრის გზასაც განვიხილავთ. რა ყოველ შემთხვევაში ამაზე ავაწყოთ ჩვენ საუბარს. ხო და ეხლა რა ვთქვი, იმ მეგობარმა დამიკავშირდა და მეუნება, მე ადრე გითხარიო და შენო ნახველი რო ყავდესო და ბევრი ხალხი რო გიყურებდესო, არ ჯობიაო სულ გზა გაჩვენო, გზაო და ისო ილაპარაკეო შენო. იმიტომ რომ შენო ბევრი იმასო მაყურებელს და იმასო დაკარქაო მაგითო, გზა გაჩვენო, გზაო. და ეხლა მე ადრეც მე უპასუხი ამ თემაზე, მაგრამ ეხლა ზოგადად სახალხოდ ვიტყვი რა. მე ასეთი რაღაცა უპასუხი ამ მეგობარს რომ მე გზასაც კი გაჩვენე, მაგრამ ჩემს მან ცოტა ესეთ მომენტია შენი სახის ყურებო ყეჟი ამოგივიდა ზოგ მოთქვა და გასაგებია, მაგრამ ჩვენ რას ვიძახით რომ ჩვენი არხი უფრო შემეცნებითი და უფრო ფართოა და ჩემთვის თავარია მე რას ლაპარაკობ და როგორ ლაპარაკობ და ჩემი ნალაპარაკები თუ გამოადგება ადამიანს. კი, შეიძლება რაღაც შეცდომებს უშვებ, რაღაცა ისეთი არ არის, მაგრამ ვიღებთ კიდევაც რაც ხდება, მაგრამ ჩემს სახესაც ვაჩვენებ, იმიტომ რომ შენ რაღაცას რო გადმოსცემ, რაღაცის ხმა რო გინდა, ემოციურადაც შეგიძლია სახეზე რო უყურებ, ადამიანს ეთყობა, ხო? სახის მეტყველებით, უხარია, არ უხარია, როგორი გზნობით ხდება გადმოცემა. ეხლა თუ მარტო ხო, როგორ მეუბნება, შენი ვიდეოები ისე უნდა იყოს, რომ აქვია დივანზე წამოწოლილმა უნდა უყურო და მე ვთხარი მეთქი. ეხლა ესე იგი შენ გართობა გინდა, ხო და მე ვეუბნები, მე არ მინდა, ჩვენი არის შემეცნებით და მისმინე, თუ არ გინდა, ნუ უსმენ. ხო? ვიდეო რო ყურებადი იყოს და ჩვენ 1000 მეთოდებია, ხო? ვიდეო იყოს ინტრიგებით სავსე, პროვოკაციური თემებით სავსე, გინებებით თემის სავსე და რო ყურებადი იყოს, მაგრამ ჩვენი მიზანი ეს ხო არ არის. მე ვუთხარი ამ ჩვენ მეგობარს რომ როდესმე თქვი შენ მე გაგიგია ჩემგან რომ აი ხალხო მიყურეთ. ლაიქები დავაგროთ, არაფერი, ჩვენი არის ჩვენ თუ ადამიანს უნდა და რაღაცას თუ მაგალითად ეხა ადამიანი არ უყურებს ჩემ ვიდეოს, ესე იგი მე ჩემს სათქმეს კარგად ვერ ვამბობ, ან არ აინტერესებს. ეს მისი არჩევანია, ჩვენ ყოველთვის მაგას ვიძახეთ, არჩევანი შენზეა. ეხლა მე მაგალითად ხშირად ყოფილა რომ ესეთი ძალიან სერიოზულ თემაზე მილაპარაკია, ლიტერატურაზე, ფილოსოფია, გონია რომ აი ძალიან ბევრი მნახველი ეყოლება და სულაც არა, ძალიან ცოტა და ძალიან ისეთი რა. ბევრი არა, მაგრამ საკმარისია რაღაც ცოტა ისეთი მე რასაც ვთვლი რომ არის ცანცრული რაღაცა ხარი, ნუ აი ესეთი ლაითი რაღაცა ის იმას ბევრი მნახველი ყავს. ნუ ეხლა მე ჩემი საქმე ეს არ არის, ეს ფასო ნახველი რომ გემოვნება არ აქვს და ჩემი რატო არ ესმით და როგორ არ ესმით, ამას მე არ ვიკადრებ და წეღაროს რო თქვი არავის არ ვეუბნები რომ უყურე. თუ ჩემ ვიდეოს არ უყურებენ და არ უსმენენ, მე კი მინდა თქვა ჩემი სათქმელი და გადმოვცე ჩემი ემოციები, მაგრამ ეთყობა თუ არ გამომდის და ვერ გამომდის, ეს უკვე ბრალია თუ ჩემი ლაპარაკის ბრალია თუ ჩემი ინტელექტის ბრალია, ეს სხვა ამბავია, მაგრამ მე ისე და ისე ვიძახე რომ არჩევანი თავისუფალია, ჩვენ არავის არ ვახვევთ, არ ჩვენ აზრებს, არ ჩვენ ფიქრებს და ჩვენ უბრალოდ ვაჩვენებთ იმას, რაც არის. თუ ადამიანები რაღაცა კარგს ნახავენ და გამოადგებათ და სასარგებლო იქნება, რაჯობია მაგას. კონი მორჩა არა კიდევ. თან მერიდება, მინდა გავიდება. არა, ჯერ არა. ხო და რას ვამბობდი მეგობრებო, ეხლა ჩემი ეს პრეტენზია და ის კი არ არის. უბრალოდ მე ვამბობ იმას, რაც არის. ჩემ ბაიყუშურ ცხოვრებაში, ჩემ აზრებს გიზიარეთ, თქვენც მე მიკავშირდები და გამოხატავთ, მე მიხარია და მადლობის მეტი რა მეთქვით, მაგრამ მე არავითარ შემთხვევაში არ ჩავერი რომ იმის გამო რომ ყურებადი იყო ჩვენი ვიდეო რგოლები და ისა, მე არ მიმაჩნია ეს სწორად. თუ გაინტერესებს, თუ რაღაცას ნახავ, თუ შემეცნებითია, რაჯობია მაგას და ეხლა ისეთი ვიდეოები გადავიღოთ, რომ დივანზე წამოწოლილი იყო და ისე უყურო, მაგი ავეცონი არ გამოვარას. არა. მადლობა თქვენ რომ უყურებთ ჩემ ვიდეოს. მაგრამ ერთი რაღაცა მომენტია კიდე, იცით, ახლა მე ხო ვიძახი მადლობას და ზოგჯერ რაღაცა აზრო გამოხატავ, ან LGBT-ს გავაკრიტიკებ, ან აკაცუკებს შევეხები და უცბად შენ არ იმსახურებ ჩემ ყურებას. კიდე მე შენი მაყურებელი არა ვარ და
დემონსტრაციულად unfollowerები ხდებიან და გუშინ ფიქრობ ხო არ გინდა მე ხა ვითომ ახლა შენ გონია რომ მე ახლა მაღაზიაზე ვიდარდებ რომ მიყურებ თუ არ მიყურებ არ მოგეწონა არ უყურო რა მაგრამ იქით რომ ავალებენ რომ აი მე შენ იმას აღარ უყურებ და მე შენ წლებია გიყურებ და აი შენ თურმე რა ყოფი ხარ თურმე შენ რუსისტი ყოფი ხარ პუტინისტი ყოფი და პროტესტის ნიშნად ტოვებენ ჩვენი არხის ყურებას აი რაც ზემოთ ვილაპარაკი იქიდან გამომდინარე ისე და ისე ვიზახი თუ გინდა უყურე თუ გინდა არ უყურე მე პირიქით მადლობელი ვარ თუ უყურეთ მადლობის მეტყვი რა მეთქვის მაგრამ ეხლა თუ როგორ გითხრათ ეს მისაყვედურა და დამამადლა რომ გიყურებ რატო გონია რომ მე ეს მანერვიულებს და უბრალოდ ვაიმე ოღონდ არ წახვიდე ოღონდ ვიყურე და რაღაცა ყველა ადამიანს გვაქვს ჩვენი რაღაცა არსი რა ქვია პრინციპი და რომელსაც ვერ გადაუხვევდა. ეხლა ჩემ ტრადიციას, ჩემ ხედვას, ჩემ ღმერთს, ჩემ საქართველოს, ჩემ საყვარელ ხალხს რომ მიგინებ და ამას თუ გავაკრიტიკებ და ამაზე თუ წინააღმდეგობად მით უმეტეს მე არ ვაგინებ არავის, ყოველთვის ჩემს ვამბობ და ამაზრის გამო შენ დემონსტრაციულად ტოვებ ამ არხს რა ვითომ კაიგეთ სასაცილოა. ნუ ერთ სიტყვით მეგობრებო, არ გეგონოთ რომ წუწუნეთ, უბრალოდ ვამბობ იმას რაც აიდო, უბრალოდ ზოგჯერ არ მიწყინონ ზოგიერთმა ეხლა ალბათ მიხვდება ვინც მითხრა რომ ესე ჩემი აზრი გამოვთქვი ასე. არავითარ შემთხვევაში მე არავის არ ვეჯინავები, არავის არაფერს არ ვმტკიცებ. უბრალოდ მე პირადად ჩემი არსიდან გამომდინარე გიზიარებ ჩემ აზრებს და გაჩვენებ ამ მიმდინარე პრობლემებს აგეც ახლა ყოფითი მიმდინარე ამერიკული მშრომელი ძღოლის ჩვეულებრივი ადამიანის პოზიციებს ამ მიმდინარე პროცესებში და მეტი რა უნდა იყოს დანარჩენი ისე და ისე არჩევანი გვენზეა და სულ მაგას არ ვიძახი ღმერთმა შექმნა ადამიანი ბედნიერებისათვის რომ ვიყოთ ბედნიერი უნდა გაუთხიდეთ ერთმანეთს და არ ვიზარმაცოთ. სამწუხაროდ ადამიანებს ეზარებათ ფიქრი, ნუ კაი მოქმედება არაუშავს კიდევ ვარდებული არ არის მე ვიღაცის გულითის კაი გაგებით რაღაცა გააკეთოს, მაგრამ ადამიანს ფიქრიც ეზარება და ეხლა ადამიანს ფიქრი რო ეზარება იქ ანალიზეც ხო ზედმეტია და მარტო ემოციები და მარტო გრძნობებით მოქმედება რა შედეგი მოყვება გარკვეულად ყველამ ასე თუ ისე ვიცით. მაგრამ ჩვენ გვინდა კაი შედეგი, კაი პოზიტიური ემოციები, სამწუხარო ადრეც იყო თავისი პრობლემებით, ეხლაც არის, მომავალშიც იქნება და ადამიანის ვარდებულებაც რა არის, რომ ამ პრობლემებში და ამ მიმდინარე დაბრკოლებებში ისეურად ლამაზად და სიყვარულით და ბედნიერად გაატაროს ეს ასე ვთქვათ წუთი სოფელი. ამასობაში გავგრიდი. მადლობა კარგოს. მაჯერა გადმოვტვიცე და ვნახოთ რა. მაინც დაჩა თუ არა. ოპა. ცხელა ისოხერი რა. აი ეს აჭკა დარჩა, მაგრამ გადმოტკითხო. ამას გადმოწეს ალბათ. და ამაში მაინც დავეხმარო ამ საწყარს. ეს საერთოდ შოუში. ასე. შეო ამაში მაგას გავ. ეს თავისუფალია, ამას გადავალო თვალი რომ შემდეგ პიკაპზე პრობლემები არ შემექმნას. დავკეტავ კარებს, ამოთებ გამოვართმევ და წავალთ. დავტვირთვეთ. ეს მუშები აქაც ყოლია და ეს აწყალი მარტო ამუშავებდნენ. მართლა თეთრი საბუთები და მე ბიჭოთ ხარი მეთქი შენი დახმარება მინდოდა დახმარებოდი მეთქი არა როგორ გეკადრება უკვე. საიდან ხარო და საქართველოს ხო ვიცი მეთქი ეს კურტკარო გაცვია მეთქი. როგორ ხარ მეთქი არა პირიქითო სიცხესო შვედის. არის.
ვეციტები. კარგო, წავიდით. შენთან რა კარგია, რა კარგი. ეხლა გავაგზავნე ამ იმას. საბუთებს იმაში რა ქვია, ოფისში და მას შეკვეთას. კარგით აბა მეგობრებო, პატარა აზრები გაგიზიარეთ და გაუვთხრით ერთმანეთს. წავედით. იმედია შევხვდებით საინტერესო ვიდეოებში.